შემდეგი 24 საათი ძალიან დატვირთული იქნება. დღეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვახშამზე დღის წესრიგის მთავარი საკითხები გლობალური მშვიდობა და სტაბილურობა. კონსტრუქციული მსჯელობა გვექნება კრიტიკულ პრიორიტეტებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებაზე, ასევე უსაფრთხოების მხარდაჭერასა და კეთილდღეობაზე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და ჰაიტისა და სუდანში მიმდინარე გადაუდებელ კრიზისებზე. ხვალ კი შევხვდებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრიი სიბიკას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის აგრესიის პირობებში. შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პარტნიორი, რათა განვიხილოთ კრიტიკული მინერალების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის საკითხები. გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად გლობალური თანამშრომლობაა საჭირო. გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, სცდება დიდი შვიდეულისა და ჩვენს საზღვრებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მაგიდასთან ბევრი ქვეყანა იყოს.